სასერტიფიკაციო გამოცდების შაბარება მოუწევს საჯარო სკოლის პედაგოგებსაც. განათლების რეფორმის შემდეგ საქართველოში მასწავლებლების პრაქტიკული საქმიანობა შეფასდება და ისინი 4 საფეხურიან სისტემაში ჩაერთვებიან. რა შენიშვნები აქვთ ექსპერტებს და რას ფიქრობენ თავად პედაგოგები მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემის შესახებ? ნათია ლომაძე ამბობს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემა ჯერ ისევ შემუშავების ეტაპზეა. განათლების რეფორმა პედაგოგებს ახალ მოთხოვნებს უყენებს. პროექტის ამოქმედების შემდეგ თეორიულთან ერთად მასწავლებლების პრაქტიკული საქმიანობაც შეფასდება და ისინი 4 საფეხურიან პროფესიულ სისტემაში ჩაერთვებიან. განათლების ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მკაფიოდ განისაზღვროს კლასიფიკაციის, ანაზღაურებისა და კრედიტების დაგროვების სისტემა. პირველი არის ეს, რომ უკვე მოტივირებული მასწავლებელი, ესე ვთქვათ, არ გახდეს დემოტივირებული და საბოლოო ჯამში არ წავიდეს სკოლიდან და არ დავკარგოთ ისინი, უნდა ჩავეჭიდოთ მათ პირიქით. ეს უნდა გაითვალისწინოს სქემამ, სხვადასხვა კატეგორიის მასწავლებელს ექნება განსხვავებული ხელფასი. ჩვენ ვიცით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს განსხვავება იყოს მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს მომენტი არის ძალიან ღირებული მასწავლებლისთვის. მესამე საფრთხე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც ვფიქრობ არის გასათვალისწინებელი, არის ის, რომ ეს ყველაფერი არ გადაიქცეს ქაღალდომანიად, ანუ ეს კრედიტების დაგროვება. ვინ უნდა შეაფასოს მასწავლებლის კვალიფიკაცია და როგორ ჩაერთვებიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში სერტიფიცირებული პედაგოგები. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეფორმების დეტალები უფრო საჯარო უნდა იყოს. კი, სქემის ავტორები მუდმივად ცდილობენ, რომ ჩაატარონ უამრავი შეხვედრები და ამით გააკეთონ კომპენსაცია, მაგრამ უცემულობა მაინც არ იცვლება და სქემა უბრალოდ არ არის საჯარო. შესაბამისად, როდესაც მასწავლებელი მივა სკოლაში, მისთვის ნამდვილად გაუგებარი იქნება როგორ ჩაერთოს ამ პროცესში. სქემა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს იმ რამდენიმე ათასი მასწავლებლის ბედი სკოლაში შესვლის შესაძლებლობა, რომლებმაც სახელმწიფოს დაუმტკიცეს საკუთარი კვალიფიკაცია, არიან სერტიფიცირებულები და დღემდე მათ სკოლაში შესვლა ვერ მოახერხეს. პედაგოგთა ნაწილისთვის ცნობილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის სამუშაო ვერსია. მათი განცხადებით, მასწავლებლის ამა თუ იმ კატეგორიას მიკუთვნება მხოლოდ სერტიფიცირების ფაქტორის გათვალისწინებით არ უნდა მოხდეს. სერტიფიცირებულებს შორის არიან მასწავლებლები, რომლებიც არიან შემოქმედები, კრეატიულად მოაზროვნეები, რომლებიც ქმნიან სასწავლო რესურსებს, უზიარებენ ძალიან ბევრს აკეთებენ თვითგანვითარებისთვის, სკოლის განვითარებისთვის, მოსწავლეებისთვის. არის ასეთი კატეგორია მასწავლებლებისა და სამწუხაროდ არიან ისეთებიც, რომლებიც ნაკლებად ან დროის უქონლობის გამო, ან სხვა რაღაც მიზეზების გამო ამას ვერ ახერხებენ და შესაბამისად მათი გათანაბრება მე მგონია უსამართლობაა. უკეთესი ვარიანტი დაგვიდეს ახლა, იმიტომ რომ უფრო დიდი დრო იყო განსაზღვრული ამ სქემისთვის და ახლა შემცირდა და მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ისე ზუსტად იქნება ეს დროც გათვლილი, რომ რაღაც мотиваციაც ქონდეს მასწავლებელს და კრედიტების აი ეს დათვლაც იმედი მაქვს, რომ იქნება რაღაცა უფრო დაზუსტებული და შეფასების კრიტერიუმებიც უფრო ზუსტი, იმიტომ რომ ცოტა ეს არის რაღაც დასამუშავებელი იყო ეს ვარიანტი, რაც ჩვენ ვნახეთ. დოკუმენტის საბოლოო ვერსია სავარაუდოდ აგვისტოში გამოქვეყნდება. დაგეგმილია სქემის განხილვა და კორექტირებაც. პროექტის ავტორების განცხადებით, ახალი სტანდარტი ახალი სასწავლო წლიდან პილოტირების რეჟიმში ამოქმედდება. სანამდე თქვენ პროექტს არ მიიყვანთ ბოლომდე, მისი გამოტანა საჯარო განხილვაზე იწვევს მხოლოდ როგორ გითხრათ, მცდარი შეხედულებების გამრავლებას. ახალ სასწავლო წელიწადს ნახეთ მოხდება ყველაზე მთავარი რამე. პირველი პროცესი არის, რომ უკვე არსებული რამოდენიმე პარამეტრით და ეს არის პარამეტრი სერტიფიცირებულია თუ არ არის სერტიფიცირებული. გარკვეული პარამეტრაც არის გამოყენებული, როგორც მე ვიცი, ასევე სტაჟი მუშაობის, ასევე დიპლომი, ხო, ხარისხი, ბაკალავრია, მაგისტრი თუ დოქტორი, მოხდება მასწავლებლების გადანაწილება 4 საფეხურზე. საქართველოს 2100 სკოლაში 65,000 პედაგოგი მუშაობს. დიპლომის ხარისხისა და სერტიფიცირების გათვალისწინებით ისინი მხოლოდ 3 კატეგორიაში გადანაწილდებიან. ამ ეტაპზე სკოლებში მენტორ მასწავლებლები არ იქნებიან.